ინგრიდ ბერგმანი უკვე ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავი იყო, როცა იტალიელი რეჟისორის რობერტო როსელინის ფილმები ნახა. მისმა ნეორეალისტურმა კინომ ისე იმოქმედა მასზე, რომ წერილი მისწერა. ეს ფრაზა ალბათ ცოტა ირონიით უნდა წარმეკითხა რა. ისე იმოქმედა მასზე, რომ წერილი მისწერა. მზად ვარ თქვენს კინოში ვითამაშო. წერილი უბრალო პროფესიულ ინტერესს გავდა, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულის დასაწყისი აღმოჩნდა. ინგრიდი იტალიაში ჩავიდა ფილმ სტრომბოლის გადასაღებად. იქ ვულკანის ფონზე ხელოვნებასთან ერთად ნებაც დაიბადა. პრობლემა ის იყო, რომ ორივე დაქორწინებული იყო. როცა მათი ურთიერთობა საჯარო გახდა, მცირედია. როცა მათი ურთიერთობა საჯარო გახდა და ინგრიდი დაორსულდა, მსოფლიო სკანდალმა იფეთქა, რა თქმა უნდა, ამერიკაში მას მკაცრად აკრიტიკებდნენ, ჰოლივუდმა ზურგი აქცია, მაგრამ მან არჩევანი სიყვარულზე გააკეთა. დატოვა კომფორტი, სახლი, სახელი და მშვიდი ცხოვრება. ისინი დაქორწინდნენ კიდევაც. სამი შვილი შეეძინათ და ერთად შექმნეს ფილმები, რომლებმაც მოგეხსენებათ კინოს ახალი სიღრმე მისცა, თუმცა მათი ურთიერთობა ისეთივე ძლიერი და რთული იყო, როგორიც მათი ფილმები, ვნებიანი, ქაოსური წინააღმდეგობებით სავსე. ბოლოს სიყვარული დასრულდა. სხვათაშორის ძალიან ნიშანდობლივია ეს ამბავი, რომ რაღაცა აი სიყვარულის განვითარება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასაწყისთან. როგორ იწყება ეს სიყვარული? რა საინტერესო თეორიაა ახლა რასაც თქვენ. ხო, რაღაცაში გადაშიქ მეც გამიცის კრომდება და რაღაც თეორიებს აღმოვაჩენ. ინგრიდი მოგვიანებით დიდ ეკრანზე ტრიუმფით დაბრუნდა, მართალია, როსელინი კი კინოს ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად დარჩა. მათი სიყვარული იყო გაბედული არჩევანი სიყვარულის ხელოვნების და თავისუფლების სასარგებლოდ, მაშინ როცა მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ იდგა. საწყისზე მე გეთახმები, მცირე პრობლემასთან დაკავშირებით ცხადია, ხუმრობა იყო. ამბობენ ბიჭებო, რომ ნამდვილი სიყვარული დროსა და სივრცეში იცდის. ზოგჯერ კი აწლეულები არის საჭირო იმისთვის, რომ ორი